გამარჯობა, მე ვარ გიორგი ბარამიძე, ეს არის აზროვნების სახელოსნო. გამოიწერეთ ეს არხი YouTube-ზე. დღევანდელი საუბრის თემა არის აზრი და ვითომ თითქოს აი ეს ორი გაგება, რას ნიშნავს ვითომ და თითქოს აზრთან და აზროვნებასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ვახსენებთ სიტყვას ვითომ ან თითქოს ჩვენს ცნობიერებაში მაშინვე იჩენს თავს ამის საპირისპირო მართლა სინამდვილეში. და აი ეს ორი ასე ვთქვათ წყვილადი ფიგურა იწყებს აღმოცენებას ჩვენ ცნობიერებაში. მაგრამ მე ჩემი შინაგანი დამკვირვებელი მეუბნება, რომ ეს თითქოს და გაორება არის მოჩვენებითი. რა იგულისხმება ამაში? ამაში იგულისხმება ის, რომ ვითომ სივრცეს, ანუ თითქოს სივრცეს არა აქვს რაიმე შესატყვისი თავის გარეთ, ანუ არ არსებობს არაფერი ჩემს შინაგან სამყაროში, რომელიც ამ ვითომის, ამ თითქოსის მიმართ იქნება სხვა, ასე ვთქვათ, მგლოვან ფრჩხილებში ვახსენებ ისე სიტყვას რეალობა, სინამდვილე, ხომ? ასეთი რამე არ არსებობს, როგორც მე მეუბნება ჩემი შინაგანი დამკვირვებელი და თვითმხილველი, რომელმაც ყველაფერი ეს როგორც ირწმუნება და როგორც მე მარწმუნებს, დაინახა ჭვრეტით, ხო? და ინტუიტურად, ასე ვთქვათ, ხო? და ასეთი მდგომარეობა აღწერა. ანუ უბრალოდ მდგომარეობა აღწერა იმნაირად, რანაირადაც ასეთ მდგომარეობას ხელოვანები ხატავენ, მხატვრები მაგალითად, რომლებიც იყენებენ ფერებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ფერებთან ერთად იყენებენ ხაზებს, ხო, ხაზს, წერტილს. ამას ეს არის ნიშნები, ანუ ეს ხაზი, წერტილი არის ნიშნები, რომელიც შინაგან სამყაროში იჩენს თავს, ჩნდება, მაგრამ მაშინვე ქრება. ამას ჩვენ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად დავინახავთ მაშინ, როცა უფრო ფართო საუბარი გვექნება, ანუ ლექცია გვექნება მხატვრობის შესახებ და გვექნება ციკლი ასევე ლექციებისა, რომელიც ამ საკითხს დააშუქებს, ხო? მაგრამ მანამ მე ამას ვამბობ, როგორც გითხარით, ჩემი შინაგანი დამკვირვების უნებით და იმ მხატვრის შესახებ, იმ მხატვრის გათვალისწინებით და იმ მხატვრის სახელით, იმ მხატვრის პოზიციიდან, რომელიც ჩემს ცნობიერებაში არის, როგორც მე გითხარით წინა საუბრებში და ახლაც შეგახსენებთ, რომ ჩემს შინაგან სამყაროში მე ვერ ვიტყვი, რომ მე აღმოვაჩინე, მაგრამ მე დავინახე, მე დამანახეს არა გარე დამკვირვებლებმა, არამედ შინაგანმა დამკვირვებლებმა დამანახეს მხატვარი, რომელიც ხატავს იმას, რასაც ჩემი შინაგანი მწერალი წერს. ხო? და აზრი როგორც ფიგურა, აი ამ ორი რაღაცისგან შედგება. ანუ ნაწერისგან, წერილისგან, ხო? და შედგება ასევე
იმ ხატისგან, ნახატისგან, გამოსახულებისგან, რომელიც ვის შესახებ, ასე ვთქვათ, რომ შინაგანმა მხატვარმა დახატა და ეს არის, ასე ვთქვათ, ეს არის შინაგანი ენა, რომელიც აი ასეთ ამ ნიშნებით მოქმედებს, ანუ დაწერილი, ნაწერით, ასე ვთქვათ, წერილით და ხატით გამოსახულებით. ანუ სურათხატოვანი, მე ვიტყოდი, რომ ეს სურათხატოვანი ენა ალბათ უფრო, როგორც მე მეუბნებიან და მარწუნებენ აი ჩემი შინაგანი მარწუნებლები და მე მიჩნდება თავში აზრი მის შესახებ, რომ ეს შეიძლება რაღაცით წააგავდეს. წააგავდეს ჩინურ დამწერლობას, ასე ვთქვათ, რომელიც ვიცით ჩვენ რომ ხატებს იყენებს, ხო, სურათხატოვანი დამწერლობა, ხო, სურათხატოვანი. შეიძლება აი აქ რაღაცა ანალოგია, ეს ანალოგია მე არ მეკუთვნის, რა თქმა უნდა. ჩემზე ბევრად ადრე არის შექმნილი ნაშრომები, წიგნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ჩემს ყურადღებას რაც იპყრობს არის სწორედ ხაზი და წერტილი. ხაზები და წერტილები. ქართულ ენაზე ხაზი არის სიგრძე უსივრცო, ანუ უსივრცო სიგრძე არის ხაზი, ხო? და წერტილი არის, ასე ვთქვათ, ისეთი უმცირესი რამ, რაც არ აღიწერება და არ აღინუსხება. ანუ შეუძლებელია მისი ან აღწერა, ან აღნუსხა, ხო? და რა თქმა უნდა, ჩვენ წერტილს ვსვამთ კიდეც და ხაზს ვავლებთ, მაგრამ ეს დასმა და გავლება ძალიან, ასე ვთქვათ, სიღრმისეული რამეებია, რომელსაც ახლა ვერ შევეხები და ახლა მიუბრუნდები ისევ დასმულ საკითხს, დასაწყისში დასმულ საკითხს, რა გულისხმობ, რა იგულისხმება, უბრალოდ რას გულისხმობ ჩემი შინაგანი მარწუნებლები, ვითომ აი ამ სიტყვაში, ამ გაგებაში და თითქოს, ხო? მე ჩემი საუბრების განმავლობაში ვახსენე ისევე ჩემი შინაგანი მრჩევლების საფუძველზე, თორმის საფუძველზე ვახსენე სიტყვა დაცარიელება, ეს მოვლენა დაცარიელება, რომელიც რაღაცა პირობაა იმისა, რომ რაღაცა დაიწყოს საერთოდ, ახლის დაწყების. ეს დაცარიელება იგივეა, რაც დაუშვათ აი გამოღვიძება, ცნობიერების გამოღვიძება, ხო? მაგრამ და ბევრი ვინმე აღწერა ეს მდგომარეობა და საბოლოო ჯამში ბევრი ვინმე მისულა იმ გადაწყვეტილებამდე, იმ დასკვნამდე, იმ აზრამდე, რომ მან დააცარიელა თავისი ცნობიერება, ანუ გამოცდილებაში მიეცა ის, თუ როგორ დააცარიელდა მისი ცნობიერება და არაფერი არ დარჩა მასში, ანუ ცნობიერებაში არაფერი არ დარჩა, გარდა თავიანთი მესი. მე მახსენდება ერთი მწერალი, რომელსაც ახლა მე გვარებს არ ვასახელებ, იმიტომ რომ ეს სხვა სექციაში გადაგვიყვანს, მაგრამ რა თქმა უნდა სალექციო, ანუ საავტორო ლექციების დროს ეს ყველაფერი იქნება გაშლილი და ნაჩვენები თუ რომელ კონტექსტში რა იგულისხმება, ხო? ახლა საქმე ის არის, რომ ეს ამბავი, ანუ ასეთი დაცარიელების ამბავი არის, აი მე პირდაპირ ვიტყოდი
რომ არის მოჩვენებითი. არანაირი დაცარიელება არ ხდება. დაცარიელება იმ აზრით, რომ ადამიანის ცნობიერება დაუშვათ, მისი გონება დაუშვათ, დავიყვანოთ პირველ ქმნილ მდგომარეობამდე, ანუ როცა ის ზოგიერთი მარწმუნებლის გაგებით სხვა არაფერია თუ არა სუფთა დაფა, რომელზეც შემდეგ ცხოვრებისეული გამოცდილება წერს ტექსტებს. ხო, მაგრამ როგორც მე ჩემი გამოცდილება და ჩემი შინაგანი დამკვირვებელი და თვითმკვლელი მარწმუნებს ასეთი რამ სინამდვილე მეც ვახსენებ სიტყვა სინამდვილეში არ არსებობს. ანუ როცა ვიღაცა ირწმუნება იმას, რომ აი მე დავაცარიელე ჩემი ცნობიერება და დავიყვანე ის ნულოვან წერტილზე და ეხლა მზად ვარ ახალი ცხოვრება დავიწყო და ავაშენო აზრი, სხვა შორის აზრი და შენება, აგება ერთმანეთთან გადაჯაჭვული გაგებებია, რომელზეც ჩვენ გვექნება საუბარი, რა თქმა უნდა, თავის დროზე. ხო. ესე იგი, როცა ამას ირწმუნება ვინმე, ხო, მე მიჩნდება ეჭვი ამის თაობაზე. რატომ მიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ის რითაც, ესე იგი, ეს მოაზროვნე, ასე ვთქვათ, ეს წერალი თავს იწონებს, ასე ვთქვათ რა, თავს იწონებს, რომ მან ყველაფერი ეს მოახერხა. სწორედ იქ ჩვენ მკითხველებს ის ოინს გვიღობს, ანუ ოინს გვიკეთებს, ანუ გვატყუებს ჩვენ. გვატყუებს, როცა გვეუბნება, რომ იცით რა, აი მეს გარდა, აი გავწმინდე ცნობიერება, ესაა წმინდა ცნობიერება. არა წმინდა არა რელიგიური გაგებით, რა თქმა უნდა, არამედ იმ გაგებით, რომ ის არის შეურევნელი, ანუ მასში გარდა ცნობიერებისა სხვა არაფერი არ არის. ეს აღიქმება როგორც ჩემს მიერ და მე ვიტყვი, რა ქვია, ხაზგასმით, ჩემი სხეულის მიერ. მე ახლა შეგახსენებთ, რომ მე უკვე კარგი ხანია ამ ჩემს, ასე ვთქვათ, ავანტიურებში და ამ ჩემს ნავიგაციებში მე მარტო არ მონაწილეობ როგორც რაღაცა სული სიფრიფანა მოცემულობა, ხო, რომელიც დაფრინავს, არამედ მე მაქვს სხეული, რომელიც მამძიმებს. ის მძიმეა, სხეული მძიმეა, სული მსუბუქია, ხო? ეს ორი რამ ერთიანობაშია, რა თქმა უნდა. სული ამ გაგებით სხეულის გარეშე არ არსებობს. ხო, სხეული სულის გარეშე არ არსებობს. მათი ერთიანობა არის ის, რაც მე აი ასეთი ავანტიურებისკენ მიბიძგებს. ასეთი ნავიგაციებისკენ, ვიზუალური ნავიგაციები, თითქოს ამას მე ყველაფერს ვხედავ ცალში. ხო? და რატომ მიჩნდება ასეთი ეჭვი, რომ ის შეიძლება ტყუილს ამბობდეს. ვინც ამბობს, რომ მან გაწმინდა თავისი ცნობიერება, თავისი გონება და იწყებსა. და რომ ამ ცნობიერებაში არ დარჩა არაფერი გარდა მისი ამ მწერლის, ამ მოაზროვნის მე დარჩა მარტო. აი ჩემთვის, ჩემი შინაგანი მარწმუნებლისთვის, ანუ ჩემი თვითმკვლელისთვის, სწორედ ეს არის ყველაზე პრობლემური და ყველაზე საჩოთირო, რომ აქ დარჩა მე, ანუ დარჩა ყველაფერი, რაც ვითომ ამუშალა ამ ადამიანმა თუ ამ მოაზროვნემ, ესე იგი, ცნობიერებიდან და გონებიდან, ვითომ ამუშალა, აშალა, ხო? მაგრამ სინამდვილეში დატოვა მე და ეს მე არის სწორედ ის, რაც უკვე ყველაფერი იმას შეიცავს და მოიცავს, რაც ვითომ, რა ქვია, გააძევეს ამ შენობიდან, რასაც შინაგანი სამყარო ქვია, მაგრამ ასე ვთქვათ, უკანა კარიდან ისევ შემოვიდა
და ისევ აღავსო ეს მე, ხო? მე ასეთი გამოცდილება მეძლევა, როცა აი ამ ფიგურებზე ვფიქრობ, ხო? ეხლა აი ეს არის სწორედ ის, რომ აქ ხდება დაცარიელება, ოღონდ ვითომ დაცარიელება და თითქოს ეს ვინც ამას აკეთებს, ანუ მე ჩემთან ხელშეკრულებას დებს, ან კიდეც მამუნათებს, რომ აი შენც აღიარე, რომ ეს მართლა ასეა. აი სწორედ ეს აღიარება, ის აღიარების მოთხოვნა, რომელიც არის შეფარულად მოცემული აი ასეთ ვთქვათ დაცარიელებაში, აი ასეთ ახალ დასაწყისში, ასეთ თვითგანახლებაში თუ განახლებაში, რომელსაც ამ შემთხვევაში მე ვიტყვი, რომ ჩემი რომელიმე მე, რომელიც არის ჩემი მწვრთნელი, ამავე დროს მწვრთნელი, მე აი თვალსა და ხელშუა მატყუებს და უნდათ რომ მე ამ ტყუილზე არაფერი არ ვთქვა, რომ ეს ტყუილი მივიღო ისე, როგორც მას აქვს ჩაფიქრებული, რომ მე მივიღო ეს ტყუილი. და მე ახლა რა თქმა უნდა გავხდი ვიღაცის, მოდი ასე ვთქვათ, ვიღაცის, ანუ ტაქტიკისა და სტრატეგიის მსხვერპლი. ასე უნდა რომ გავხდე ამის მსხვერპლი, ხო? ამ შემთხვევაში ახლა ეს არ არის გარეგანი მოაზროვნე, მე არ მაქვს ახლა საუბარი რომელიმე ეპოქის ან რომელიმე ქვეყნის ვიღაც მოაზროვნეზე. არა, მე საუბარი მაქვს ჩემს შინაგან გამოცდილებაში, რაც მომეცა მე, რასაც ვიხსენებ, რაც რა თქმა უნდა წაკითხული მაქვს, ხო? და წაკითხული მაქვს და ერთ დროს ძალიან კარგადაც მახსოვდა და ძალიანაც მომწონდა ეს ყველაფერი, ხო? მაგრამ მე უკვე გამოცდილების მოსვლასთან ერთად ვივედი ანუ ალღომ მიკარნახა. მე მგონია, მე მინდა რომ არ ვიტყუებოდე ახლა, მაგრამ არ არის გამოვიცული, რომ მე ტყუილს ვამბობ და მომავალი საუბრის თემა, მოდი გავუსწრებ წინ მოვლენებს, ჯერ არ დამისრულებია ეს საუბარი, მაგრამ მომავალი საუბრის თემა იქნება სწორედ აი ასეთი ვტყუი ვარ, ესე იგი ვაზროვნებ. აი ეს იქნება მომავალი საუბრის თემა და იქ უფრო შედარებით უფრო გავშლი იმას, რასაც ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. ანუ საქმე ის არის, რომ დაცარიელებაც თვითონ დაცარიელება, რასაც აი ეს სიტყვა გულისხმობს, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაციდან დაიცალა, როგორც აი ჭურჭელი, როგორც ღვინის ბოთლი იცლება, ხომ? დროთა განმავლობაში, ხომ? აი ასე დაიცალა და მასში არაფერი არ დგას. რა თქმა უნდა დაიცალა ღვინისგან, მაგრამ ღვინის ადგილი დაიჭირა რაღაცა სხვა, ხომ? ასე არის ამ შემთხვევაში, შეიძლება ეს ახლა ეს ანალოგია ახლა ზუსტი არ არის, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ასეთი გრძნობა მეუფლება, ანუ ჩემი სხეული გრძნობს ამას. ოღონდ რა არის სხეული, რა თქმა უნდა ჩვენ ჯერ არაფერი არ ვიცი სხეულის თაობაზე, გარდა იმისა, რომ ის ჩემთან ერთად შემოვიდა ჩემს შინაგან სამყაროში და მე არ მოვიქეცი ისე, როგორც დაუშვათ ოდესღაც მასწავლეს, რომ შენ უნდა დატოვო სხეული და წახვიდე, ანუ წმინდა აზროვნების გზით, ასე ვთქვათ, ხო? მე რა თქმა უნდა გადაუხვიე ამ გზას და კიდეც ვფიქრობ, ეხლაც წინასწარაც ვიტყვი ამას, რომ კიდეც ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე ერთ-ერთი დიდი ტყუილი იყო, რაც მე მითხრეს თავის დროზე და მე ვიტყვი ვაღიარებ, ხო? ვაღიარებ, რა თქმა უნდა, რომ ეს იყო ტყუილი და ეს მე დავიჯერე, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ
რომ მიუბრუნდეთ ანუ ამ დაცარიელების ამბავს, ხო? სიცარიელე, მოდი მე ასე ვიტყვი და ეხლა აი ეხლა მკარნახობს ამ შინაგანი და პირველი და იმიტომ ვიტყვი ამ სიტყვებს, ხო? ისე იგი რომ სიცარიელე სავსეა სიცარიელი. აი ამას ვიტყვი, ხო? აი მაგალითად სიჩუმე სავსეა სიჩუმით, ჩვენ სიჩუმეზეც გქონდა საუბარი და სხვათა შორის წერაში სიჩუმის გამოხატულება არის წერტილი. ხო? და რა ქვია ხატვა დაუშვათ. აი წინასწარ ვიტყვი ამასაც, რაც ჩვენ ერთ დღეს რაზეც ლექცია მექნება, ხო? ანუ ხაზი სხვა არაფერი არ არის თუ არა მოძრავი წერტილი. როდის წარმოიშობა? აი ეს ახლა ყველა გეომეტრმა იცის ეს გეომეტრიის სპეციალისტმა, ხო? მან ისიც იცის გეომეტრმა როგორც ასე ვთქვათ მეცნიერმა კი არა დაუშვათ მარტო, არამედ გეომეტრიის მასწავლებელმაც იცის ახლა ეს ბანალურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ მეუბნება შინაგანი დამკვირვებელი თქვიო, ხო? რომ როცა კლასში შემოდის გეომეტრიის მასწავლებელი და ის დაფაზე ხატავს თუ ხაზავს სამკუთხედს, ხო? მან უკვე ის უკვე გძნობს, მან უკვე იგრძნობს, რომ ეს არ არის ის სამკუთხედი, რაც მას თავში ჰქონდა და რისი დახატვაც მას ეწადა. ანუ სულ ეს სხვა რაღაცა დახატა. ანუ მან უნდა ილაპარაკოს ჭეშმარიტების სახელით, ამ მოწაფეებს უნდა ილაპარაკოს ჭეშმარიტების ისტორიის სახელით, მაგრამ თვითონ დაუშვა უზარმაზარი შეცდომა. ესე იგი მთელი მისი სწავლება აგებული არის სიცრუეზე. აი თუ აქედა აი ამ კუთხით თუ შევხედავ, ჩემი მარწონებლები მეუბნებიან ამას და მე აქ არაფერ შუაში არ ვარ. უბრალოდ ვახმოვანებ ახლა იმას, რასაც შინაგანი დამკვირვებელი მეუბნება, ხო? ანუ ესე იგი ჩემი ცნობიერება ფაქტობრივად სინამდვილეში არასდროს არ არის ცარიელი და ეს დაცარიელება არის მოჩვენებითი და ეს არის ვითომ დაცარიელება, ვითომ რომელ სფეროში არის, ვითომ სად უნდა ვეძებოთ, ვითომ სინამდვილის რა ნაწილია, ხო? ანდა ირეალურის რა ნაწილია ვითომ და თითქოს გამოხატავს იმას, რასაც მოხდომას, ხდობილებას, ქმნადობას ვეძახით, ხო? ანუ ეს არის მდგომარეობა, სიტყვებით მე სხვანაირად არ შემიძლია აღწერო, ხო? ეს არის მდგომარეობა, როცა რაღაც არის და არც არის. აი თუ შეგვიძლია ჩვენ რომ აი ასეთი რამ წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა არის და არც არის, ერთსა და იმავე დროს რაღაცა არის, არ არის. ხო? აი სწორედ ეს იგულისხმება ვითომში და თითქოსში, ხო? და სხვა რამ აზროვნება არც კი არის. აზროვნება სწორედაც რომ ვითომ ხდომილება, ვითომ ქმნადობა, ხო? და არანაირი სხვა დახასიათება მას ალბათ არ შეეფერება, ხო? არ გამოხატავს მის ასე ვთქვათ არს. მეუბნებიან აი აგერ შინაგანი ჩემი შინაგანი ხმები მეუბნებიან რომ აი იცი რა, შენ უნდა გამოიცვალო. იცი რა, შენ უნდა შეიცვალო, არ შეიძლება ასე, იმიტომ რომ შენ წარმატებას უნდა მიაღწიო, ასე შენ ვერ მიაღწევ წარმატებას. შენს არს არავინ არ გამოიწერს. რას ამბობ შენ? არა, ასე არ შეიძლება. შენ უნდა შეიცვალო. და მე სხვა მარწმუნებლები მეუბნებიან რომ აბა ერთი კითხე რას ნიშნავს შეცვლა. ეს მითქი რას გულისხმობენ, როცა მეუბნებიან შეიცვალეო, გეუბნებიან შეიცვალეო. შეიძლება აქაც გაჩნდეს ეჭვი, რომ ეს არ იციან. ხო? ანუ ვერ გზნობენ, მოდი ვთქვათ,
ცოდნა კიდე სხვა არის. ოღონდ მე არავის ამას არ ვამბობ ჩემს გარეთ. ანუ მე ვლაპარაკობ ჩემ შინაგან საქმეებზე. რასაც მე აქ ვისმენ იმას ვამბობ. ეს არავის ნათქვამი არ არის გარედან. მე არავის არ ვისმენ. ასე ვთქვათ. ხო მე უსმენ ამ შემთხვევაში მე უსმენ ჩემს შინაგან ხმას კი არა ხმებს. ხო და მეუბნებიან მე რომ აბა რას ნიშნავს ცვალებადობა? აი რა არის ცვალებადობა ხო? მაგრამ მე რომ მეუბნებით აი როგორ გამოვიცვალო, როგორ შევიცვალო? ანდა მე თუ შევპირდი ვიღაცას რომ მე შენ შევცვლი. ამაზე დიტყვის მე ალბათ ვერც მოვიფიქრებ, ხო? და ეს კარგია ჩემი მომავალი საუბრის თემა იქნება, ხო? რა არის შეცვლა, რა არის ცვლილება? რა არის ცვალებადობა გულისხმობს იმას, რომ რაღაცა რჩება უცვლელი. ხო? მე თუ მინდა რაღაცა ზედაპირულად რაღაცა ტანსაცმელი გადავიცვა დაუშვათ და მაპატიეთ და ჭუჭყიანი ტანსაცმელი ზე გადავიცვა რაღაცა ახალი გაუთმებული გარეცხილი სამოსელი, ხო? თუ ეს იგულისხმება შეცვლაში, ასეთი შეცვლა მე ვფიქრობ რომ უნაყოფო რამ არის, ხო? უნაყოფო რამ არის ზედაპირზე ხეტიალია, ასე ვთქვათ, ხო? და არაფერი მას არ აკავშირებს იმასთან, რაც შეიძლება არის სიღრმისეული, შეიძლება კი არა და არის სიღრმისეული, ხო? თუ რამდენად ახლა შეესატყვისება არის, არ არის, აი ეს დახასიათებები იმ ვითარებასაც, რაც მე ახლა ვიგულისხმე, ეგ სხვა საკითხია. კი ბატონო, ეს ექვემდებარება ფრჩხილებში ჩასმას და ნათელყოფას. რა თქმა უნდა მოხდეს ამის ნათელყოფა, ხო? ანუ ცვლილება არის მოჩვენებითი, ხო? ეხლა აი მეუბნება აგერ ერთ-ერთი ჩემი შინაგანი ხმა რომ იცი რა შენ ზარმაცი ხარ, ანუ არასრულებ იმ რაღაცებს, რჩევებს, რასაც ჩვენ გეუბნებით. აი მე ხო მოგეცით 121 ნახევარი რჩევა. აი მიდი თქვენ 121 ხო გაითვალისწინეთ, ის ნახევარი რატო არ გაითვალისწინე? აი შენ მაშინ იქნებოდი შეცვლილი, ხო? და აი თუ მე ისე იგი ამ ყველაფერს მივყევი და ამ ყველაფერს მივეცი საკუთარი თავი, ასე ვთქვათ, გადავეშვი ამ ყველაფერში, ხო? აი სწორედ მე იწყება ეს ნავიგაცია, მე იწყება ეს ავანტურა, მე იწყება ჩემი ასე ვთქვათ ურთიერთობები და ჩემი დამოკიდებულებები იმის მიმართ, რასაც მე ვაწყდები ჩემს შინაგან სამყაროში და ეს არის ესენი არიან გამოსახულებები, ხატები, ფორმები, ფორმის ფორმები, ფანტომები, ხომ, შავი ლანდები, ყლელი ფანტომები, ხომ, ეს ახლა რომანტიულ ამბებს მე ჩემი შინაგანი ხმა რაღაც რომანტიულ ზღაპრებს არ მიყვება. მან იცის რომ ეს ძალიან სახიფათო მოსახლეობაა, ძალიან სახიფათო პოპულაციაა ჩემს ცნობიერებაში. ძალიან სახიფათო, ხო? და ვიღაცა იტყვის რომ კიდევ კარგი, რომელიმე ვიღაც დამკვირვებელი ჩემში იტყვის რომ კიდევ კარგი რომ ეს ყველაფერი ტყუილია და ნამდვილი არ არის. ასე დავასრულებ მე დღევანდელ საუბარს. მადლობა.